წნევაზე სულ არის კითხვები, რომ ზოგი ადამიანი ამბობს 130 მაქვს თავს მშვენივრად გრძნობ, ზოგი ამბობს რომ 160-ს კარგად ვარ და ექიმები ეუბნებიან რომ არა წამალი უნდა დალიო. ზოგი სამ წამლებს და წნევა არ იკლებს ქვევით და არის დიდი გაუგებრობა აქ ხშირად და რაშია საქმე? გავარკვიოთ რაშია საქმე, რა არის ნორმა, რა არ არის ნორმა და რატო იმატებს წნევა. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ 125-იც და 130-იც არის მაღალი წნევა. 125 წნევაზე უკვე სისხლძარღვები იწყებს დაზიანებას, პატარა დაზიანებებს, ეს პატარა დაზიანებები ცდილობს რომ აღდგეს და როცა ეს მუდმივად ხდება, ბოლოს ვითარდება ნაწიბური ან შრამს, რასაც ვეძახით ჩვენ და როცა შრამი ვითარდება, სისხლძარღვი ვიწროვდება. დაახლოებით გავს იმას, რომ როცა ტანსაცმელი მაგალითად გაგეხა და გაკერე, კიდე გაგეხა და გაკერე, ძალიან ბევრჯერ თუ გააკეთე ეს, ის ნაკერი რითიც შენ კერავ, ბევრად უფრო უხეშია, ბევრად უფრო სქელია და ამ ტანსაცმელს რომ ნელ-ნელა ავიწროვებდეს და ავიწროვებდეს მუდმივი დაკერებები. დაახლოებით ეგეთი რაღაცა ხდება სისხლძარღვების შემთხვევაში და ეს ერთხელ და ორჯერ არაფერი, მაგრამ ჯამში დიდ შეკიდებამდე მივყავართ, სისხლძარღვები გვაქვს ყველგან და ზიანდება ყველგან, მათ შორის ტვინშიც და თუ კი თითში ვთქვათ რაღაცა პატარა სისხლძარღვი დაზიანდება, ეგ არაფერი არ არის, მაგრამ თუ ტვინში დაზიანდება იგივე დონის და კალიბრის სისხლძარღვი, ამან შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი ან დემენციას შეუწყოს ხელი, ან ადამიანმა თქვას, რომ თავს კარგად ვერ გრძნობ და ასე. ანუ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს სისხლძარღვები არის ყველგან და ყველგან ვითარდება. არ ვფიქრობთ, რომ უსაფრთხო ზონაა, რომ ამბობენ, რომ ეს ხან 135 მაქვს, ხან 130 მაქვს და ამას ადამიანების უმეტესობა ამბობს როგორც თითქოს არაფერი, რომ თითქოს 100-ც უნდა იყოს. არ არის ასე, იდეალური არის სხვა წნევა, იდეალური წნევა არის ზრდასრულებისთვის 115-75-ზე. ეგ არის იდეალური ზონა. ცოტა ქვევით შესაძლებელია კიდე, მაგრამ ზედას ვამბობ. ანუ ზედა 115-75-ზე არის იდეალური. ეგ იდეალურია. ადამიანები უფრო მაგალითად ახალგაზრდებისთვის, მაგალითად 18-დან 40 წლამდე ადამიანისთვის 110-70-ია იდეალური. ნაკლები უნდა იყოს 120-ზე. 120 მიიჩნევა, რომ ნორმაა, მაგრამ იდეალური სხვა არის და ნორმა სხვა არის. ანუ შეიძლება რაღაც ნორმა იყოს, მაგრამ ეს არ იყოს იდეალური, ხო? და იდეალური არის, რომ 110-70-ზე იყოს. ეგ არის იდეალური. იდეალური 40-დან 60-მდე არის 115-75-ზე რომ ქონდეს ადამიანს. მაგრამ, სასურველია, რომ 130-80 ქვემოთ იყოს, მაგრამ იდეალური არის, რომ 115-75 ქვევით იყოს. 60-დან 70 წლამდე იდეალური არის, რომ 120-80 ქვევით იყოს, იდეალურია, მაგრამ სასურველია, რომ 140-80 ქვევით იყოს. და 70-ზე თუ არის ადამიანი, უკვე შეუძლია, რომ 125-85-ის ფარგლებში იყოს. ეგ არის იდეალური. სასურველი არის, რომ 140-85 ქვევით იყოს. დიაბეტი, თირკმლის დაავადება თუ აქვს, დიაბეტი თუ აქვს ადამიანს და გულსისხლძარღვთა დაავადება თუ აქვს, მაშინ აუცილებელია წნევა იყოს 130-80 ქვევით. რასაკისაც არ უნდა იყოს. ანუ წნევის კონტროლი, თუ კი ეს ქრონიკული დაავადებები აქვს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რადგან წნევის დაქვეითება იცავს ტვინს, გულს, თირკმელებს და მაშინაც კი თუ ცოტათი დაუკლებ წნევას, მნიშვნელოვნად ამცირებ გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს და სხვა დაავადების რისკს, მათ შორის თირკმლის დაავადების რისკს. მადლობა რომ დაინტერესდი.
ამ ვიდეოს ვქნი უკვე 8 წელზე მეტია კვლევებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის სამედიცინო ინფორმაციით. არხზე დღეს 1700-ზე მეტი ვიდეოა. თუ აქ მიღებული ცოდნა გეხმარება და გაქვთ საშუალება, მხარი დაუჭირე არხს დონაციით. შენი მხარდაჭერით მეტ ადამიანს დაეხმარები იცხოვროს უკეთესი ჯანმრთელობით. და ადამიანი იტყვის, რომ რა ხდება მაინც, აი 125-ზევით მომემატა წნევა მაგალითად, რა ხდება, ან რა იცვლება ჩემს ორგანიზმში, რაც პრობლემა. საქმე იმაშია, რომ ჩვენი სისხლძარღვები გათვლილია დაახლოებით 120-125-ზე ზედაზღვარი რო იყოს წნევა მუდმივი ამაზე. ამის ზევით იწყება მიკროტრამვები და ეს მიკროტრამვები განსაკუთრებით ფაქიზ არეებში არის საყურადღებო გულში, თავის ტვინში და დროთა განმავლობაში ამ მიკროტრამვების აღდგენის შედეგად ეს სისხლძარღვები უხეშდება. ნორმაში ესეა, რომ მაგალითად თუ კი შენ ხარ ჯანმრთელი ახალგაზრდა ადამიანი და ვარჯიშობ, სისხლძარღვი ვიწროვდება, ფართოვდება. ეს ნორმა, ანუ ელასტიურობა აქვს მაღალი სისხლძარღვებს. მაგალითად, როცა ვარჯიშობ, შეიძლება წნევა ავიდეს 170-მდე და ეგ იყოს ნორმა. მაგრამ ამ ადამიანს როცა მოსვენების მდგომარეობაშია წნევა დაუვარდება მნიშვნელოვნად და პრობლემა არ იქნება, რადგან მისი სისხლძარღვები არის ჯანმრთელი და ადვილად ადაპტირდება. მაგრამ როცა ხო აი აქ იტყვის ადამიანი, რომ თუ თქვა 170-ს უძლებს სისხლძარღვი, რა პრობლემა 125 და არის პრობლემა, როცა გაბმულად არის, ანუ მუდმივად როცა არის. ანუ როცა სისხლძარღვები თავისი ელასტიურობით გაფართოვდება და ამას აკეთებს დროებით, ეს სხვა არის და როცა მუდმივი დატვირთვაა წვრილ სისხლძარღვებზე, ეს სხვა არის და ეგ რთულია. ეგ რთულია სისხლძარღვებისთვის, სისხლძარღვები უხეშდება და სისხლძარღვები კარგავს ელასტიურობას და იმის ნაცვლად რომ გაფართოვდეს და შეიკუმშოს, რჩება შეკუმშული და მყარი. ანუ სისხლძარღვებში სისხლის გადაადგილება ხდება უფრო ძნელი. ამის საპასუხოდ გული იწყებს უფრო ძლიერად მუშაობას. ან გულმა უნდა იმუშაოს მეტი, უფრო ძლიერად იმისთვის, რომ აი ამ შევიწროებულ სისხლძარღვებში სისხლმა გაიაროს ნორმალურად. ამიტომ გულიც მეტად მუშაობს და სისხლის წნევაც იზრდება, იმიტომ რომ სისხლძარღვები შევიწროებულია. თუ გინდა რომ შევიწროებულ სისხლძარღვში იგივე სიჩქარით გაატარო, იგივე მოცულობა რაც გჭირდება, წნევას უნდა მოუმატო მაშინ და სიჩქარე მოიმატებს, იქ რა თქმა უნდა წნევა მოიმატებს და ის რაოდენობა სისხლის გაატარებ, რაც გჭირდება. ამას აკეთებს გული, იმიტომ რომ მეტი როცა სისხლძარღვები ვიწროვდება, ორგანოს მიმართ სისხლის მიდინება შემცირდება და ეს რო დააკომპენსიროს, ამიტომ წნევას ზრდის გული. ეხლა რა ხდება აქ? ერთი რომ ტვინი ეჩვევა. ტვინი ეჩვევა რა მხრივ ეჩვევა? ის რომ უბრალოდ თავს კარგად გრძნობ, ანუ 130, 140, ზოგს 150 აქვს წნევა და თავს კარგად გრძნობს. ანუ ტვინი ეჩვევა ამ წნევას, როგორც არა უშავს, მაგრამ უშავს ისევ ტვინისთვის. ტვინში ვითარდება ამ დროს პატარა მიკროსკოპული სისხლჩაქცევები. ანუ ტვინში მუდმივად, როცა წნევა მაღალია, მცირე კალიბრის სისხლძარღვები ზიანდება და მცირე სისხლი ჩაიქცევა. და აი ეს უკვე როცა მაღალი წნევა მუდმივად ნარჩუნდება, ტვინში პატარ-პატარა სისხლჩაქცევები ხდება, ტვინის ქერქი ზიანდება, ცოტ-ცოტათი რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთ დღეში და ორ დღეში. ძალიან ნელ-ნელა ვითარდება ეს, ქერქი ზიანდება და ასეთ ადამიანებს უკვე 40%-ით გაზრდილი აქვს ალცჰეიმერის და დემენციის რისკი. ამიტომ პირველ რიგში იმისთვის, რომ თქვენი თავი დაიცვათ, თქვენი პიროვნების არსებობა დაიცვათ. ხო, რატომ არის საშიში დემენცია, რომ ადამიანი თავის თავს კარგავს და ეს რო არ მოხდეს და თავისთავი არ დაკარგოს, ამიტომ წნევა უნდა გააკონტროლოს, რომ წნევა არ დაგემართოთ. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორეს მხრივ თირკმელები იწყებს გაჟონვას. გაჟონვას ხშირად გულისხმობ. იწყებს ცილების გაჟონვას. ან წესით ცილები
არ უნდა გაუშვათ შარდში, უნდა დააბრუნოს ყველაფერი სისხლში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი რაოდენობით 180 ლიტრს დღე-ღამის განმავლობაში ფილტრავს თირკმელები. თირკმელები მუშაობს შეუსვენებლივ, არც ერთი წუთით არ ჩერდება თირკმელები, მაგრამ როცა წნევა მომატებულია, ვერ მუშაობს ადეკვატურად და მეტი ცილა გადადის შარდში. მეტი ცილა რო გადადის შარდში, ეს ორგანიზმისთვის პრობლემაა რეალურად, იმიტომ რომ ცილას კარგავს ორგანიზმი, ეს ერთი და მეორე არის, რომ აი ეს თირკმლის თხელი სისხლძარღვები, რომელიც ძალიან ნაზია, მომატებული წნევისას ზიანდება. მიკროსკოპულად რა თქმა უნდა ზიანდება, მაგრამ აი ეს მიკროსკოპული დაზიანება არ აღდგება. მეტიც არ არის მარტო თირკმელებში საქმე, არც მარტო ტვინში საქმე, არც მარტო გულში საქმე, არამედ თვალშიც არის. თვალსაც, რეტინას, ანუ ბადურას აქვს ძალიან ნაზი სისხლძარღვები და მისი ძალიან ნაზი სისხლძარღვები ადვილად ზიანდება და ამიტომ ადამიანებს, რომელსაც მაღალი წნევა აქვთ, უზიანდებათ ბადურა და მხედველობის პრობლემები ექნებათ ნელ-ნელა. მეტიც ამას ორგანიზმი ცდილობს, რომ როგორღაც შეეწყოს და მუდმივად ცდილობს, რომ თავი მაინც იგრძნოს კარგად და ამიტომ ადამიანი თავს გრძნობს კარგად, მაგრამ ეს დაზიანებული სისხლძარღვები მუდმივად ამყოფებს ორგანიზმს სტრესულ მდგომარეობაში და სიმპათიკური აქტივობა მუდმივად გაძლიერებულია და სიმპათიკური აქტივობა რო გაძლიერებულია, ეს გულს ამუშავებს მეტად, მაგრამ და თან ადამიანს აქვს გრძნობა, რომ თვითონ არის კარგად. აი ამ გაძლიერებული სიმპათიკური ნერვული სისტემის წყალობით. მაგრამ ეს ასე არ არის. მეტიც არის ინსულინ რეზისტენტობასთან და მაღალ წნევასთან დიდი კავშირი. როცა ადამიანი არის ჭარბწონიანი, აქვს ინსულინ რეზისტენტობა, მაღალი გლუკოზა, ინსულინ რეზისტენტობა პირდაპირ არის მიბმული რეალურად ნატრიუმის შეკავებასთან და რაც მეტი ცხიმი აქვს ადამიანს, მეტი სისხლძარღვები აქვს, მეტი მოთხოვნა გულზე, გულს უფრო მეტად უწევს მუშაობა, რადგან მთელი ორგანიზმის სისხლის მიმოქცევა უზრუნველყოფს და ეს დიდია, ეს ორგანიზმის თავის გულთან შედარებით იზრდება ორგანიზმი, რაც მეტად ცხიმიანი ხდება ადამიანი და იზრდება ადამიანიც და გული მუშაობს მეტი დატვირთვით და ეს გულისთვის დატვირთვა. ისევ ეს არაფერია თქვა 1 თვე, 2 თვე, არც 10 თვე, მაგრამ როცა ეს წლები გრძელდება, კუმულაციური დაზიანება იზრდება და ეგ დიდი პრობლემა. წლებთან ერთად ეს სისხლძარღვების დაზიანება ზრდის 45%-ით მიოკარდიუმის ინფარქტის რისკს. 25%-ით ზრდის თირკმლის ქრონიკული დაავადებების რისკს. ანუ ცოტათი მომატებულ წნევაზეა საუბარი. კი არ არის საუბარი, რომ 180 ქონდეს ადამიანს. ცოტათი მომატებული წნევაც საშიშია. ახლა ადამიანებისთვის, რომლებიც ვარჯიშობენ, რა თქმა უნდა, როგორც ვთქვით, შეიძლება 170-მდე მოემატოს წნევა, 140 ზოგჯერ თუ ძალიან მძიმეს წევს ადამიანი 200-მდე და 300-მდე შეიძლება რამდენიმე წამით მოემატოს, მაგრამ ეს როგორც წესი მათთვის არის საშიში არ არის მათთვის თუ სისხლძარღვები აქვს ჯანმრთელი, მაგრამ თუ კი ადამიანს აქვს დიაბეტი, სისხლძარღვები დაზიანებული, მათთვის ეს საშიშია რა თქმა უნდა. და მათთვის ასეთი სტრესი შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი სისხლძარღვის ტრამვის საწინდარი, სისხლძარღვი გაიხეს და ან სისხლჩაქცევა დაემართოს, ან ანევრიზმა განვითარდეს, ან ათეროსკლეროზის გამო სისხლძარღვი ჩაიკეტოს, ან ბევრი რამე შეიძლება მოხდეს, როცა ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ადამიანს. ამიტომ თუ კი თქვენ გაქვთ წნევა, მაშინ ვარჯიშიც უნდა იყოს ადეკვატური. ანუ არ უნდა მოინდომოს ადამიანმა, რომ რაღაც საოცრება გააკეთოს.
და ახლა გეტყვით 15 მიზეს, რატომაც წნევა იმატებს, ხო, რატომ? იმიტომ რომ ადამიანს გაუჩნდება პროტესტი, რომ რატომ უნდა მოიმატოს ჩემმა წნევამ. აი რა არის ესეთი, რომ თუნდაც თქვათ სხვა ადამიანები რას აკეთებენ სხვანაირად, ვისაც თქვათ წნევა არ აქვს, ჩემი წნევა რატომ მიფრინავს. პირველი და ყველაზე მთავარი არის მარილის მიღება. ჩვენ მიზანი გვაქვს რომ 5 გრამზე ნაკლები მარილი მივიღოთ დღის განმავლობაში. და საშუალო ადამიანი იღებს დაახლოებით 10 გრამს ყოველ დღე. და აი ეს დამატებითი 5 გრამი 10-ით ზრდის სისხლის წნევას, როგორც არაფერი. სულ არაფრიდან იზრდება სისხლის წნევა, მოკლედ. ეს ძალიან დიდი პრობლემაა რეალურად, რომ ესე იგი პრაქტიკულად უმიზეზოდ მარტო იმიტომ, რომ ჩვენი საკვების რაციონი შედგენილია ისე, რომ მარილი მივიღოთ ბევრი, ამის გამო იზრდება ჩვენი წნევა. მხოლოდ ამის გამო. ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მარილს. მარილის ამოღებით ან შემცირებით უკვე -5-დან 10 მილიმეტრამდე ჩამოიყვანს სისხლის წნევას. მარტო აი ამ პატარა ხრიკით, რომელიც არის რეალურად წამის ეფექტია რა, წამალი რაც აკეთებს, საშუალო დონის წამალი რაც აკეთებს, წნევის წამალი, იგივე აკეთებს ეს. ეს არის ძალიან დიდი საიდუმლო რეალურად. ანუ მეორე არის ქრონიკული სტრესი. ქრონიკული სტრესი ადრენალინი, კორტიზოლი, სისხლძარღვებს ავიწროებს და ადამიანს სისხლის წნევა აქვს მომატებული, ესეც უზარმაზარი პრობლემაა რეალურად და საკმარისია დღეში 10 წუთის განმავლობაში სუნთქვის ვარჯიშები გააკეთო. დაახლოებით 5-დან 10-მდე ამცირებს წნევას და მნიშვნელოვნად ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს. მესამე მნიშვნელოვანი პრობლემაც და რისი აცილებაც თავიდან შესაძლებელია არის ძილი. თუ ცოტა ძინავს ადამიანს, ღრმა ძილის ფაზა ნაკლებია, ღრმა ძილის ფაზაში ხდება მოდუნება და წნევის დაქვეითება. თუ ეგ არ ხდება, წნევა რჩება მაღალი და ეგ დიდი პრობლემაა. ამიტომ მარტო იმით, რომ 7-დან 9 საათამდე დაიძინოთ და ყავას თუ ამოიღებ, დაახლოებით 5 მილიმეტრი ვერცხლის სვეტით დაიკლებს კიდე შენი წნევა. მეოთხე, რაც მნიშვნელოვანია და ასევე რისი აცილებაც შესაძლებელია, ეს არის მუცლის ცხიმი. რაც ნაკლები მუცლის ცხიმი, მით უკეთესი. თუ კი შენი სხეულის მასის 5-10%-ს დაკარგავ, შენი წნევა 10-15-ით ქვევით ჩამოვა. ეს არის ბრწყინვალე. ჯერ ერთი რომ მუცლის ცხიმი ანთებას იწვევს მთელს ორგანიზმში და რისკს ზრდის, რომ სისხლძარღვები კიდევ უფრო დაზიანდეს და მეორე ერთი გულისთვის არის დიდი დატვირთვა. ღვიძლისთვისაც ცუდია. ფიზიკური არააქტიურობა, ესეც თავიდან აცილებადია. ფიზიკური არააქტიურობა, თუ კი შენ ყოველ დღე არ ვარჯიშობ, მაშინ და თუ ვარჯიშს დაიწყებ, ჩათვალე რომ დაახლოებით 5-დან 10-მდე წნევა ქვევით ჩამოვა, რაც ასევე ბრწყინვალეა. საკმარისია დღეში 40 წუთი ვარჯიში ამისთვის. ალკოჰოლი მოწევა უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასევე შაქრიანებს, ნაკლები შაქარი ნიშნავს ნაკლები მარილის შეკავებას. ნაკლები მარილის შეკავება ნიშნავს იმას, რომ წნევა დაგიქვეითდება. დეჰიდრატაცია აქვს მნიშვნელობა თავის მხრივ, რადგან ეს სქელის სისხლია რეალურად, როცა ნაკლებ წყალს იღებ, დაწვირთვა თირკმელებისთვისაც ეს ერთი და თირკმელები მერე გამოყოფენ ჰორმონებს, რომელიც დამატებით სისხლძარღვებს ავიწროებს, შესაბამისად მანკიერი წყლის ერთ-ერთი ნაწილია. მოკლედ, დეჰიდრატაცია რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელია. კოფეინი, ენერგეტიკები, მათი მიღება, თუ კი თქვენ გაქვთ რეაქცია მასზე, მაშინ ყოველ შემთხვევაში 300 მილიგრამზე ნაკლები რომ მიიღოთ დღის განმავლობაში, ეგ არის იდეალური. წამლები, რომლებსაც შეუძლიათ რომ აწიოს სისხლის წნევა. უნდა ეცადოთ რომ აიცილოთ. ასეთი წამლებია სტეროიდები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები, ანტიდეპრესანტები. ოღონდ, თუ როცა გჭირდება ეგ წამლები თავიდან
ვერაიცლებ მაგას უნდა მიიღო, მაგრამ თუ შესაძლებელია რომ მიიღო ნაკლები ან ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით, მაშინ ეს უნდა გააკეთო. თირკმლის ქრონიკული დაავადება არის წნევის მიზეზი ასევე, მაგრამ ეგ არ არის განკურნებადი, მაგრამ არის მართვადი. ანუ თქვენ მისი მართვისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ ბევრი, მაგრამ შეიძლება რომ ბოლომდე ვერ უკურნალო, მაგრამ მართო. ამიტომ თირკმლის ქრონიკული დაავადების მართვა აუცილებელია, მარილის შემცირება აუცილებელია და როგორც წესი AGF ინჰიბიტორები მიიღება ხოლმე ან ARB-ები მიიღება ამ დროს. და კრეატინი და ალბუმინი მუდმივად უნდა გააკონტროლოთ. გენეტიკური წინასწარ განწყობა ასევე მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორია წნევისთვის, მაგას ვერაფერს ვერ უძრავ, რა თქმა უნდა, ახლა მშობელს ვერ შეიცვლი. გენეტიკას ვერ შეიცვლი, მაგრამ არა უშავს და ჰორმონები ნაწილობრივ აცილებადია თავიდან არასასურველი ჰორმონული მდგომარეობა წონაში კლევით მაგალითად და ვარჯიშით მაგალითად. და ასაკი, ასევე მნიშვნელოვანია, ასაკი სისხლძარღვებს აუხეშებს, ასაკი, რადგან კოლაგენის გლიკაცია ხდება, უკავშირდება შაქრები მოკლედ ცილებს და აუხეშებენ ეს გლუკოზა რო უკავშირდება ცილებს აუხეშებს და იწვევს ოქსიდაციურ სტრესს და აზიანებს და მე დაზიანებულ ადგილას წარმოიქმნება შრამები. აქ არის პრობლემა რეალურად. ამას ვერ აიცილებ თავიდან, შეიძლება შეანელო და ნაწილობრივ შესაძლებელია თავიდან აცილება. ანუ 15 მიზეზიდან 2 იყო ის, რასაც ვერ აიცილებდი, ერთი გენეტიკა, მეორე დაბერება და რისი მართვაც შესაძლებელია, მაგრამ არასრული მკურნალობა, თირკმლის ქრონიკული დაავადება მაგალითად, ან წამლებით გამოწვეული თუ კი წამლები აუცილებლად გჭირდება, ან ზოგიერთი ჰორმონული მდგომარეობა. ანუ 15 მიზეზიდან, რაც იწვევს მაღალ წნევას, 10-ის აცილება ბოლომდე შეიძლება. და 13-ის აცილება ან მართვა შეიძლება. და დარჩა 2 შენელება შეიძლება. ეხლა ვქვათ, როდის იწყება დაზიანება? დაზიანება იწყება 125-დან, როგორც გითხარით და დიასტოლური წნევა, ქვედა წნევა, როცა აცილდება 80. დაზიანება იწყება მიკროსკოპულ დონეზე. 135-140-ზე უკვე სერიოზულად ზიანდება და გაზომვადად ზიანდება რეალურად სისხლძარღვები და თირკმელებიც და 140-160-ზე რო ადის უკვე სტრუქტურული დაზიანება და მნიშვნელოვნად იზრდება ინსულტის და ინფარქტის რისკი. ახლა ვთქვათ 10 მთავარი ზიანი, რაც მოაქვს მაღალ წნევას, რომ ვიცოდეთ, რომ ანუ ეს არ არის ჰაერზე ნათქვამი, როცა ვამბობთ, რომ მაღალი წნევა ცუდია. უბრალოდ ცუდი არ არის. ამ დროს ხდება ენდოთელიუმის დაზიანება სისხლძარღვების და ათეროსკლეროზული ფოლაკის წარმოქმნა, სისხლძარღვების გაბინა და ბოლოს შეიძლება რომ ჩაიკეტოს სისხლძარღვები, სისხლძარღვების გასქელება ხდება, გულის უკმარისობა ვითარდება ნელ-ნელა დროთა განმავლობაში, გულის კედელი სქელდება და ბოლოს ვეღარ უძლებს და გულის უკმარისობა ვითარდება, თავის ტვინში მიკროსისხლჩაქცევები ვითარდება და ინსულტი ბოლოს, თირკმელები ზიანდება და ჟონავს მერე ალბუმინი შარდში და თირკმელების ფილტრაცია სუსტდება, მხედველობა ზიანდება, ანევრიზმა შეიძლება განვითარდეს, მთელ ორგანიზმში ანთება შეიძლება გაძლიერდეს, მეტაბოლური შტორმი შეიძლება იყოს მთელ ორგანიზმში, ანუ მაღალი წნევას, დამატებული ოქსიდაციური სტრესი, დამატებული ინსულინ რეზისტენტობა, დამატებული მუცლის ცხიმები და ტრიგლიცერიდები და მაღალი წნევა. ეს არის რეალურად მეტაბოლური კატასტროფა, რაც შეიძლება ორგანიზმში მოხდეს, რასაც ორგანიზმი დიდხანს უძლებს. და სქესობრივი დისფუნქცია კაცებისთვის განსაკუთრებით, კაცის ან პენისის სისხლძარღვები არის ძალიან ვიწრო და ნაზი. მის დაზიანებას არ უნდა არაფერი, ძალიან მარტივად ზიანდება მაღალი წნევის პირობებში და შესაბამისად მერე კაცს აქვს სუსტი ერექცია, ქალებშიც არის აღგზნების პრობლემები ვითარდება, რადგან ქალის სასქესო სისტემა დამოკიდებულია სისხლძარღვებზე, რა თქმა უნდა. მნიშვნელოვანია, რომ თუ კი შეამჩნევთ, რომ მაღალი წნევა გააქვს,
7 დღის განმავლობაში გაიზომავ და თუ შეამჩნიე რომ რეგულარულად გაქვს მაღალი წნევა, მაშინ მნიშვნელოვანია რომ მიიღო ზომები. აუცილებელია. ცირკმის ფუნქციების შემოწმება აუცილებელია. თუ განსაკუთრებით 40-50 წელს აცილდა ადამიანი და თუ წნევა აქვს, რა მდგომარეობაშია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია თუ ვარჯიშს დაიწყებს და წნევა გაქვს, ნელ-ნელა დაიწყო ვარჯიში და რაც შეგიძლია. მარილი ამოიღო, ან მაქსიმალურად შეამჩნიე რომ 5 გრამზე ნაკლები მარილი მიიღო დღის განმავლობაში. 150 წუთი კვირის განმავლობაში ივარჯიშო. დაახლოებით დღეში უხეშად იდეალურია თუ 1 საათამდე ივარჯიშებ. თუ შეგძლებ, წონაში უნდა დაიკლო, თუ შეგიძლია და თუ საჭიროა, მაშინ წამლებიც მიიღება. წნევის წამლები არის AGF ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ბლოკერები, მოკლედ და ARB ბლოკერები, ბევრი წამლებია, დიურეტიკები, კალციუმის არხის ბლოკერები, ბეტა ბლოკერები, ბევრი წამლით ხდება მაღალი წნევის მკურნალობა, უმეტესად კომბინაციებია მე საჭირო, ზოგჯერ საჭირო ხდება სხვადასხვა კომბინაციები მოსინჯო, რომ შენთვის ოპტიმალური იყო, მაგრამ მაინც იპოვე. მთავარია, რომ კარგად ვარ, არ მიიღო, კარგად ვარ, თუ წნევა მაღალია, იმიტომ რომ თუ წნევა მაღალია, კარგად არ ხარ და ჭირდება მკურნალობა. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესის.